მილიონერი ხედავს, როგორ ამცირებენ ღარიბ ქალს სასტუმროში და გადაწყვეტს გაფრთხილების გარეშე იმოქმედოს. ის, რაც უბრალო რუტინად ჩანდა, მრავალწლიან ჩუმოსამართლობას აშკარავებს, რომელიც ყველას თვალწინ ხდებოდა. როდესაც ის დამცირების მიღმა არსებულ სიმართლეს აღმოაჩენს, ამ ადგილის ბედი სამუდამოდ იცვლება. სანამ გავაგრძელებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი ქალაქიდან გვადევნებთ თვალს. სასტუმრო თბილისური პანორამა, რომელიც თბილისის ვაკის რაიონში მდებარეობდა, იყო ადგილი, სადაც ფუფუნება ყოველ დეტალში იგრძნობოდა. ის იზიდავდა ბიზნესმენებსა და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მზად იყვნენ ძვირი გადაეხადათ სრულყოფილების ილუზიაში. სასტუმრო იდეალურად მუშაობდა, თუმცა ეს შემთხვევითობა არ იყო. მარიამ ბერიძე დილის 5 საათზე იღვიძებდა. გლდანიდან სასტუმრომდე გზას 2 საათი სჭირდებოდა, 2 ავტობუსი და მეტრო. 7 საათზე ის უკვე ადგილზე იყო, მოკრძალებული და მკაცრი ფორმით. არაფერი ისეთი, რაც ყურადღებას მიიპყრობდა. მარიამი შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო. ის იქ უნდა ყოფილიყო ყოველთვის ხელმისაწვდომი, ყოველთვის ეფექტური, მაგრამ არავის უნდა დაენახა. კონსიერჟი. თუმცა რასაც ის აკეთებდა, ამ თანამდებობაზე ბევრად მეტი იყო. ის აგვარებდა კრიზისებს მათ აფეთქებამდე. ამშვიდებდა განრისხებულ სტუმრებს. პოულობდა გაკიდულ ბილეთებსა და შეუძლებელ ჯავშნებს. იცოდა კლიენტების სახელები, პრეფერენციები და ჩვევები. სწორედ ის ამუშავებდა ამ უზარმაზარ მანქანას, სანამ მისაღები დაბნეულობისგან თავგზააბნეული იყო. მაგრამ ამას თითქოს ვერავინ ამჩნევდა. მენეჯერ ლევან გამსახურდიასთვის მარიამი მხოლოდ მექანიზმის ნაწილი იყო, რომელიც სასარგებლო იყო. მანამ სანამ თავის ვიწრო ადგილზე რჩებოდა. იმ ხუთშაბათს უცხოელი ბიზნესმენები ნაადრევად ჩამოვიდნენ და ნომრები მზად არ იყო. ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი გაღიზიანებული ჟესტიკულირებდა. მარიამი მშვიდად მიუახლოვდა, ინგლისურად მიესალმა და 5 წუთში ყველაფერი მოაგვარა, ყავა მოსასვენებელ დარბაზში, წვდომა სპას ცენტრზე და ნომრები 1 საათში მზად იქნებოდა. კრიზისი განიმუხტა. როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, ლიფტიდან ლევან გამსახურდია გამოვიდა, უნაკლოდ გამოწყობილი. მარიამს ზემოდან დახედა. მარიამ, შენ იმისთვის არ დაგიქირავებიათ, რომ მისაღების პრობლემები მოაგვარო. შენი საქმე კარების გაღებაა. გადაწყვეტილებები მათ დაუტოვე, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია აქვს. ეს სიტყვები დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით ითქვა, შხამით სავსე ტონით. ირგვლივ მყოფებმა თვალი აარიდეს. მარიამმა ბრაზი გადაყლაპა. მას ეს სამსახური სჭირდებოდა, გასაგებია, ბატონო ლევან. 7 წელი ამ სასტუმროში. 7 წელი აჩრდილივით ყოფნა, დაფასების მოლოდინში, რომელიც არასდროს მოდიოდა. ამის ნაცვლად მოდიოდა იერარქიით შენიღბული დამცირება. ნაშუა დღევს მან უცნობი მამაკაცი დაინახა. ის სავარძელში იჯდა და ყველაფერს არაჩვეულებრივი ყურადღებით აკვირდებოდა. მაღალი 40-ოდე წლის ჟაღარა შერეული თმით, ძვირადღირებული, მაგრამ სადა სამოსით. ის მარიამს მუშაობის პროცესში აკვირდებოდა. როდესაც მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, მარიამმა რაღაც განსხვავებული იგრძნო. ეს არ იყო შეფასება. ეს იყო აღიარება. საღამოს გასახდელში, თავის კარადაში წერილი იპოვა. ქალის ხელწერა იყო, გაუფრთხილდი, ვინ გგონია თავი. ზოგიერთი სამსახურისთვის დაიბადა, ზოგი კი ბრძანებისთვის. როლებს ნუ აურევ. მარიამმა იცნო ეს. ხელწერა. ნინო კაპანაძე, სერვისების ზედამხედველი, ამბიციური ქალი, რომელიც სასტუმროში 2 წლის შემდეგ მოვიდა, მაგრამ უკვე ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო. ნინოს ხვებზე გადავლით მიიწევდა წინ. მარიამმა წერილი დაჭმოჭნა, მაგრამ სიტყვები გონებაში ეკოსავით დარჩა. გასვლისას მბრუნავ კარებთან შეჩერდა. რა მოხდება, თუ აღარასდროს დაუბრუნდები? ამ ფიქრმა შეაშინა, თუმცა უცნაური შვებაც მოჰგვარა. დაიღალა უხილავობით. დაიღალა სიმცირით. შესაძლოა, წასვლის დრო იყო. დრო საკუთარი თავისთვის გაეღო კარი. მარიამი თითქმის გადაწყვეტილი წავიდა. თითქმის. რადგან ჯერ კიდევ არსებობდა ჯიუტი იმედი. მან არ იცოდა, რომ ვიღაც მას ყურადღებით აკვირდებოდა და ეს ყურადღება ყველაფერს შეცვლიდა. მეორე დილას მარიამი ჩანთაში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივიდა. ის ღამით დაწერა, შემოსავლის გარეშე დარჩენის შიშსა და ღირსების აღდგენის სურვილს შორის მერყეობისას. ფურცელი იქ იყო დაკეცილი, ელოდებოდა. თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა, ეყოფოდა თუ არა გამბედაობა.
11 საათისთვის ლევან გამსახურდიამ თავისთან დაიბარა. ტონი სერიოზული იყო. მარიამ ყოველკვირეული ანგარიში, რომელიც ჩამაბარე, არასრულია. ინფორმაცია აკლია. ეს სერიოზული დარღვევაა. მარიამმა წარბები შეკრა. მან ეს ანგარიში სამჯერ გადაამოწმა. ყველაფერი იქ იყო, ბატონო ლევან, მთელი პატივისცემით, რამდენჯერმე გადავხედე. როდესაც გამოუგზავნე, სრულყოფილი იყო. ნინომ, რომელიც მაგიდასთან იდგა, ხელები გადაიჯვარედინა. მარიამ, შესაძლოა დაიღალე. ხანდახან გგონია, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მაგრამ აჩქარებისას ვწდებით, ეს არ იყო შეცდომა, დაიჟინა მარიამმა და ხაფანგი იგრძნო. სრული ჩავაბარე. ლევანმა ამობეჭდილი დოკუმენტი აჩვენა. იქ ცარიელი გრაფები იყო. არასრული მონაცემები. მარიამს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ეს არ იყო ის, რაც მან გაგზავნა, ამჯერად გაპატიებ, მაგრამ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ასეთი შეცდომა მთელ ოპერაციას საფრთხეს უქმნის. მარიამს ყვირილი უნდოდა. უნდოდა ეთქვა, რომ ეს ტყუილი იყო. მაგრამ იცოდა, აზრი არ ჰქონდა. ის მარტო იყო. დიახ, ბატონო. ლევან. საპირფარეშოში ღრმად ჩაისუნთქა. მის მუშაობას საბოტაჟს უწყობდნენ. მარცხების ისტორიას ქმნიდნენ, რათა მისი გათავისუფლება გაემართლებინათ. ან უარესი, ეიძულებინათ თავად წასულიყო, განადგურებული. მაგრამ რაღაც შეიცვალა. შესაძლოა, ეს ის სასტიკი წერილი იყო. შესაძლოა, დაღლილობა. ან იქნებ ის მზერა. იმ მამაკაცის მზერა სავარძლიდან. გადაწყვიტა გამოეძია. დაიწყო დროის აღნიშვნა, იმეილების გადამოწმება, დოკუმენტების ასლების შენახვა. თუ ბინძურად თამაშობდნენ, მას მტკიცებულებები სჭირდებოდა. ნაშუა დღევს მამაკაცი იმავე ადგილას დახვდა. მარიამი მიუახლოვდა, რით შემიძლია დაგეხმაროთ. მან გაიღიმა. ეს იყო აღიარების ღიმილი და არა ცდუნების, რამდენი ხანია რაც აქ მუშაობთ. 7 წელი და ყოველთვის ასე გეპყრობიან. მარიამმა გულში სიმძიმე იგრძნო. როგორ ასე? თითქოს უხილავი იყოთ. ეს სიტყვა ბომბივით გაისმა. მარიამმა თვალი აარიდა, უხერხულად იგრძნო თავი, მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვიცი. და ძალიან კარგადაც აკეთებთ. მაგრამ თითქოს ვერავინ ამჩნევს. ან უარესი, ამჩნევენ და განზრახულებელ ყოფენ. ამ სიტყვებში სიმართლე იყო. სიმართლე კი, როცა მას ხმამაღლა ამბობენ, სხვანაირად ტკივა. უკაცრავად სამუშაოს უნდა დაუბრუნდე, თქვა მარიამმა და გაეცალა, სანამ ის რამეს უპასუხებდა. თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს საუბარი თავიდან არ ამოსდიოდა. ვინ იყო ეს კაცი? რატომ აკვირდებოდა? და რატომ იგრძნო თავი პირველად ამდენი ხნის განმავლობაში დანახულად? საღამოს გარე ბაღში გავიდა. ჰაერი სჭირდებოდა. განცხადება ისევ ჩანთაში ედო. მაგრამ ახლა ეს ზედმეტად მარტივ გამოსავლად ეჩვენებოდა. გაქცევა უშველი და თუ ეს გაუჩინარების კიდევ ერთი ფორმა იქნებოდა, წასვლაზე ფიქრობთ. მარიამმა თვალები გაახილა და ის მამაკაცი დაინახა. ის ახლოს არ მისულა, მის პირად სივრცეს პატივისცა. რატომ გაინტერესებთ? კითხა მარიამმა, ზედმეტად დაღლილმა იმისთვის, რომ თავაზიანი ყოფილიყო, იმიტომ რომ ხედავ ადამიანს, რომელიც დანებებას აპირებს. და ვფიქრობ, ეს დიდი დანაკარგი იქნება. მარიამმა მწარედ ჩაიცინა. თქვენ არ მიცნობთ, არა? მაგრამ ვიცნობ ასეთ ადგილებს. ვიცნობ თქვენი მენეჯერისნაირ ხალხს. და ვიცნობ თქვენნაირ ქალებს. კომპეტენტურებს. თავდადებულებს. და სრულიად იგნორირებულებს. მარიამმა მას შეხედა. მასში იყო რაღაც, რაც წონასწორობას აკარგვინებდა. ეს არ იყო სიბრალული. ეს იყო პატივისცემა. თუ ჩემს გადასარჩენად მოხვედით, დროს ტყუილად კარგავთ, თქვა მან და წამოდგა, არავის გადასარჩენად არ მოვსულვარ. დასაკვირვებლად მოვედი. და რაც დავინახე, არის ადამიანი, რომელიც ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ეს ადგილის თავაზობს. მარიამმა ყელში ბურთი იგრძნო. არა ტირდებოდა. არა, აქ. წასასვლელად შემოbrunდა, მაგრამ მანამდე ჰკითხა, რა გქვიათ? მან გაიღიმა. ლუკა. ლუკა მაჩავარიანი. ის წავიდა და მარიამი მარტო დატოვა უცნაური გრძნობით.
დიდი ხნის განმავლობაში პირველად ვიღაცამ უთხრა, რომ ის ფასეული იყო. და პირველად, მან თითქმის დაიჯერა ეს. მომდევნო დღეები ამერიკულ მთებს ჰგავდა. მარიამმა ყველაფრის დოკუმენტირება დაიწყო, ინახავდა იმეილების ასლებს, უღებდა ფოტოებს ანგარიშებს, ინიშნავდა დროს. ის ჩუმად აგროვებდა არქივს იმ ხაფანგის წინააღმდეგ, რომელიც მის ირგვლივ იკვრებოდა. რაც უფრო მეტ საკვირდებოდა, მით უფრო ხვდებოდა, რამდენად გათვლილი იყო ყველაფერი. ნინო უფრო გათამამდა. საჯაროდ აკეთებდა მწარე კომენტარებს, ეჭვქვეშ აყენებდა მარიამის გადაწყვეტილებებს, ქმნიდა უხერხულ სიტუაციებს. ყველაფერი პროფესიული ზრუნვით იყო შენიღბული, მაგრამ შხამიანი მიზნით შეერკია მისი თავდაჯერებულობა. ერთ წვიმიან პარასკევ დილას, მისაღებში მნიშვნელოვანი სტუმარი ელოდა. ბატონი გიორგი, ბიზნესმენი, რომელიც ყოველთვიურად სტუმრობდა სასტუმროს, აშკარად გაღიზიანებული იყო. მარიამ, მანქანა 8 საათზე მოვითხოვე. უკვე 8:15 წუთია. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მარიამმა იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. დარწმუნებული იყო, რომ წინა დღეს დაადასტურა. სისტემაში შეამოწმა. ჩანაწერი იქ იყო, მაგრამ არასწორი დროით, 9 საათი 8 ნაცვლად. ვიღაცამ შეცვალა. ბატონო გიორგი, 1000 ბოდიშს გიხდით. სისტემური შეცდომა მოხდა. ახლავე მოვაგვარებ. 5 წუთში მან სხვა კომპანიის აღმასრულებელი მანქანა იპოვა. ბატონი გიორგი უკმაყოფილო წავიდა, თუმცა მისი მოთხოვნა შესრულდა. როდესაც მარიამი დაბრუნდა, ნინო იქ დახვდა მომღიმარი, სისტემური შეცდომა მარიამ. თუ შენი შეცდომა სისტემაში იყო. გუშინ შევამოწმე და სწორი იყო. ნინომ თავი გადახარა, იცი, ხანდახან ადამიანი ისე იღლება, რომ მოვლენებს ისე ხედავს, როგორც სინამდვილეში არ არის. შესაძლოა, დასვენება გჭირდება. მარიამმა მუშტები შეკრა, მაგრამ სახეზე სიმშვიდე შეინარჩუნა. ლუკა კვლავ ჩნდებოდა. არასდროს იყო ინტრუზიული, მაგრამ ყოველთვის იქვე იყო. ერთ ნაშუა დღეს ის დაელოდა, სანამ მარიამი ერთ-ერთი სტუმრის გადაუდებელ საქმეს მოაგვარებდა. მარიამ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მხოლოდ 1 წუთით. განმარტოებულ ადგილას გავიდნენ, შენს წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენ, თქვა ლუკამ პირდაპირ. ვიცი და იცი, ვინ აკეთებს ამას. მარიამმა თავი დაუქნია. ნინო და ლევან გამსახურდია. უნდათ რომ წასვლა მაიძულონ, რატომ ხარ ისევ აქ? კითხვა მარტივი იყო, მაგრამ მძიმე. იმიტომ რომ ეს სამსახური მჭირდება. იმიტომ რომ თუ ახლა წავალ ჩავიძირები. და იმიტომ რომ ჩემი ნაწილი ისევ სჯერა, რომ შემიძლია ეს შევცვალო. ლუკამ მას ინტენსიურად შეხედა, შენ ვერ შეცვლი სისტემას, რომელიც შენს დასამცირებლად არის შექმნილი. მარტო ვერ შეცვლი. მაშინ რა ვქნა? შეწყვიტე შეგუება. შეწყვიტე გადაყლაპვა. შეწყვიტე იმის დაჯერება, რომ ამას იმსახურებ. ეს სიტყვები წლების განმავლობაში ჩახშობილი ყვირილივით გაისმა. ადვილი სათქმელია, როცა თვის ბოლოს ფული არ გჭირდება, მართალი ხარ. მაგრამ ფულით ღირსებას ვერ იყიდი, მარიამ. შენ კი შენს ღირსებას ძალიან იაფად ყიდი. ეს ფრაზა დარტყმას ჰგავდა. მარიამს პასუხისგაცემა უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ლუკა მართალი იყო. ის საკუთარ თავზე ამბობდა უარს, ყოველდღე ცოტ-ცოტათი. სამუშაოს უნდა დაუბრუნდე. სანამ წავიდოდა, ლუკა მას მსუბუქად მოჰკიდა ხელი მკლავზე, შენ არ ხარ უხილავი, მარიამ. მე გხედავ. და თუ მე შემიძლია დაგინახო, სხვებიც შეძლებენ. მათ შორის შენც. მარიამი აჩქარებული გულითა და არეული ფიქრებით წავიდა. ვინ იყო ეს კაცი? რატომ ადარდებდა? და რატომ იწყებდა მის ნდობას? იმავე საღამოს ლევან გამსახურდიას კაბინეტში დაიბარეს. იქ დახვდნენ ლევანი, ნინო და სალომე ჯაფარიძე, კადრების განყოფილებიდან. მარიამ, ბატონი გიორგისგან ოფიციალური საჩივარი მივიღეთ. ეს უკვე მესამე ინციდენტია 2 კვირაში. ჩვენი თანამშრომლობის გადახედვა მოგვიწევს. მარიამ სისხლი გაეყინა, შემიძლია თავი დავიცვა. სალომემ თვალები ასწია. რა თქმა უნდა, ეს ინციდენტები ჩემი შეცდომა არ ყოფილა. ჩემი ჩანაწერები შეცვლილია. მაქვს ასლები, რომლებიც ამას ამტკიცებს. ლევანმა წარბი აზიდა. მიანიშნებ, რომ ვიღაც საბოტაჟს გიწყობს. ვადასტურებ. მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა.
ნინომ მოკლედ ჩაიცინა, მარიამ ეს პარანოიას ჰგავს არ გგონია, თქვა სალომემ ტონით, რომელიც დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დამამცირებლად ჟღერდა. მარიამი მიხვდა, რომ აქ სიმართლისთვის ადგილი არ იყო. მხოლოდ თამაში არსებობდა. და ის აგებდა. მტკიცებულებებს ხვალ მოვიტან. ლევანმა თავი დაუქნია, მოიტანე. მანამდე კი სამსახურიდან შეჩერებული ხარ. ორ შაბათს მოდი. მარიამი კანკალით და გულგატეხილი გამოვიდა. არა შეჩერების გამო, არამედ იმის გამო, რომ იცოდა, რასაც არ უნდა ეთქვა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათ უკვე გადაწყვიტეს. ის მხოლოდ გამოსაცვლელი ჭანჭიკი იყო. როდესაც ჰოლში გადიოდა, ლუკა დაინახა თავის ჩვეულ სავარძელში. მანაც დაინახა მარიამი. და იმ მზერაში მარიამმა რწმენა იპოვა. რწმენა იმისა, რომ ის მარტო არ იყო. და რომ შესაძლოა ამ თამაშის შემოbrunების შანსი ჯერ კიდევ არსებობდა. მარიამმა შაბათკვირა ემოციურ გაურკვევლობაში გაატარა. ეს არ იყო მოწყენილობა, ეს იყო მტკივნეული სიცხადე. 7 წელი შესწირა ადგილს, რომელიც მას არასდროს აღიარებდა. ნამცეცებს სჯერდებოდა მაშინ, როცა თავად ნადიმებს აწყობდა. ახლა როცა დამცირებული იყო, ორი გზა ჰქონდა, თავჩაქინდრული წასულიყო ან ებრძოლა რაღაცისთვის, რაც შესაძლოა არც კი ღირდა. შაბათს უცნობი ნომრიდან შეტყობინება მიიღო. მარიამ, ლუკა ვარ. თქვენი ნომერი მისაღებიდან გავიგე. ვიცი, შესაძლოა უხეშად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გესაუბროთ. არა სასტუმროზე, არამედ თქვენზე. შეგვიძლია შევხვდეთ? მისი რაციონალური მხარე ეუბნებოდა, რომ იგნორირება გაეკეთებინა. ემოციურმა მხარემ კი, რომელიც მუდამ რაციონალურობით იყო დაღლილი, დიახ უპასუხა. ისინი ძველი თბილისის ერთ მყუდრო კაფეში შეხვდნენ, სასტუმროსგან მოშორებით. ლუკა სხვანაირად გამოიყურებოდა, უბრალო პერანგი, ჯინსი. უფრო ხელმისაწვდომი, უფრო რეალური, მადლობა რომ მოხვედით. არ ვიცი, რატომ მოვედი. მაგრამ ვიფიქრე, რომ საუბარს გმართებდით, არაფერს მმართებთ. მაგრამ მიხარია, რომ დამთანხმდით. სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ლუკამ დაიწყო, მე ვიცი ვინ ხართ. არა მხოლოდ იმიტომ, რაც დავინახე, არამედ იმიტომ, რომ გაგება მსურდა. თქვენზე ვიკითხე. ვესაუბრე თანამშრომლებს. აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც იმ ადგილს ამუშავებს, მაშინ როცა ყველა შეცდომას მას აბრალებენ. ადამიანი, რომელსაც წასვლის ეშინია, რადგან გგონია, რომ უკეთეს ვერაფერს იპოვის. მაგრამ ცდებით. მარიამმა თვალი აარიდა, თქვენ არიცით, რა არის გაღვიძება ისე, რომ არაფერში ხარ დარწმუნებული. არიცით, რას ნიშნავს ხელფასზე დამოკიდებულება, რომელიც ძლივს ფარავს გადასახადებს. მართალი ხართ. არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს, როცა სათანადოდ არ გაფასებენ. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა პატივისცემისთვის იქ, სადაც შენი დამცირება უნდათ. და ვიცი, როგორ ამოვიცნო ადამიანი, რომელიც საკუთარ ისტორიაზე ხელის ჩაქნევას აპირებს, და რა გინდათ, რომ გავაკეთო? წავიდე და მერე რა ვქნა? თქვენ უკვე ხართ ვიღაც, მარიამ. თქვენ უკვე აკეთებთ ყველაფერს, რასაც მენეჯერი აკეთებს. აგვარებთ კრიზისებს, მართავთ ხალხს, წინასწარ ხედავთ პრობლემებს. განსხვავება ისაა, რომ ამას აკეთებთ ტიტულის, აღიარებისა და სამართლიანი ხელფასის გარეშე. ეს კომპეტენციის ნაკლებობა კი არა, ექსპლუატაციაა. ეს სიტყვები ბომბივით გასკდა, მართალიც რომ იყოთ, ეს რას ცვლის? ყველაფერს ცვლის. იმიტომ, რომ როცა ხვდები, რომ პრობლემა შენში არ არის, წყვეთ მიუღებელთან შეგუებას. მარიამმა მას შეხედა, მართლა შეხედა, გამოფიტული ვარ, ლუკა. მარტო ბრძოლით დავიღალე. მან ხელი გაუწოდა და მსუბუქად შეეხო მარიამის ხელს. მაშინ შეწყვიტე მარტო ბრძოლა. ამ შეხებამ თითქოს ელექტროენერგია გაატარა. მარიამმა იგრძნო, როგორ გატყდა მასში რაღაც. ეს არ იყო სისუსტე. ეს იყო ნებართვა. ნებართვა, ყოფილიყო ადამიანი. ყოფილიყო მოწყვლადი. ყოფილიყო დანახული. საათობით საუბრობდნენ. ლუკამ უამბო, რომ ბიზნესმენი იყო, ჰქონდა ბიზნესები სხვადასხვა სექტორში, ბევრს მოგზაურობდა. დეტალებში არ შესულა და არც მარიამს დაუძალებია. თავარი ის იყო, რომ აქ ის არ იყო უხილავი თანამშრომელი. ის იყო ქალი, რომელსაც უსმენდნენ. როდესაც გამოვიდნენ, უკვე ბნელოდა. სანამ დაემშვიდობებოდნენ, ლუკამ ხელი მოჰკიდა, მარიამ, ახლა დაბნეული ხართ. კარგად არ მიცნობთ.
მაგრამ მინდა იცოდეთ, მარტო არ ხართ. და ორშაბათს, როცა დაბრუნდებით, მიხვდებით, რატომ. ორშაბათს მარიამმა თავისი საუკეთესო პიჯაკი ჩაიცვა. როდესაც მივიდა, ჰოლი სხვანაირი დახვდა. უცნაური მოძრაობა იყო, თანამშრომლები ჩურჩულებდნენ. პირდაპირ ლევანის კაბინეტისკენ წავიდა, მაგრამ გზა გადაუღობეს. ბატონ გამსახურდიას მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს. მოცდა მოგიწევთ. 1 საათი ელოდა, სანამ კარი გაიღებოდა. ლევანი გამოვიდა, ფერდაკარგული და დაბნეული მზერით. მის უკან კი ლუკა. მარიამს გული გაუჩერდა. ლუკა იქ სრულიად განსხვავებული იერით იდგა. ის აღარ იყო სტუმარი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა. მარიამ, მობრძანდით, თუ შეიძლება, თქვა ლუკამ 7, მაგრამ მტკიცე ხმით. მარიამი შევიდა. იქ დახვდნენ სალომე, დაძაბული ნინო და 3 უცნობი მამაკაცი პიჯაკებში. ლუკა მასთან მივიდა. მარიამ, მე ლუკა მაჭავარიანი ვარ და სასტუმრო თბილისური პანორამას ახალი მფლობელი გახლავართ. სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამმა იგრძნო, როგორ გაჩერდა სამყარო. ლუკამ გააგრძელა. ბოლო 15 დღის განმავლობაში აქ ვიმყოფებოდი და ვაკვირდებოდი. ვაანალიზებდი პროცესებს, ვუსმენდი თანამშრომლებს, პოულობდი პრობლემებს. აღმოვაჩინე მუშაობა, რომელიც ეფუძნება შიშს, მანიპულაციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. აღმოვაჩინე ბრწყინვალე თანამშრომელი, რომელსაც საბოტაჟს უწყობდნენ ხელმძღვანელები, რომლებსაც მისი კომპეტენციის ეშინოდათ. და აღმოვაჩინე მენეჯერი, რომელმაც თავისი სამეფო დამცირებაზე ააგო. ლევანმა რაღაცის თქმა დააპირა. ლუკამ ხელი ასწია, თავისუფალი ხართ, ბატონო ლევან. ისევე როგორც თქვენ, ქალბატონო ნინო. გათავისუფლების საბუთები დღესვე გაფორმდება. ნინომ გაპროტესტება სცადა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ის კარისკენ გააცილა. ლევანი დამარცხებული გავიდა. მარიამი შოკში იყო. ლუკა მისკენ შემობრუნდა. მარიამ, ვიცი, რომ გაქვთ მტკიცებულებები იმისა, რაც გადაიტანეთ. მინდა ისინი კადრების ახალ გუნდს წარუდგინოთ. მაგრამ მანამდე რაღაც უნდა შემოგთავაზოთ. მარიამი უსიტყვოდ უყურებდა, მინდა რომ ოპერაციების გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავოთ. ავტონომიით, ძალაუფლებითა და იმ აღიარებით, რომელსაც ყოველთვის იმსახურებდით. ოთახი დატრიალდა. მარიამს ცრემლები წამოუვიდა. არა მოწყენილობისგან, არამედ შვებისგან. სამართლიანობისგან. ახალი დასაწყისისგან. ეს ჩემთვის გააკეთეთ? ლუკამ გაიღიმა. ეს სამართლიანობისთვის გავაკეთე. თუმცა არ უარყოფ, რომ სწორედ თქვენ იყავით მიზეზი, რის გამოც ყურადღება მივაქციე. და მიხარია, რომ ასე მოხდა. მარიამ მამას შეხედა. მამაკაცს, რომელმაც ის დაინახა მაშინ, როცა სხვას არავის შეეძლო. და 7 წლის განმავლობაში პირველად იგრძნო, რომ სხვებისთვის კარების გაღება აღარ სჭირდებოდა. იმიტომ, რომ ვიღაცამ ბოლოს და ბოლოს კარი მისთვის გააღო. მარიამმა შეთავაზება მაშინვე არ მიიღო. არა იმიტომ, რომ არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ უნდა დარწმუნებულიყო, ეს არ იყო წყალობა. არ იყო ქველმოქმედება. არ იყო რომანტიკით ან სიბრალულით გამოწვეული დაწინაურება. მან მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ლუკა დათანხმდა, ხვალამდე გაქვთ დრო. მაგრამ იცოდეთ, ეს შეთავაზება საჩუქარი არ არის. ეს არის აღიარება იმისა, რასაც ისედაც აკეთებდით და რაც არასდროს დაგიფასდათ. მარიამი არეული ფიქრებით გამოვიდა. ამბავი სასტუმროში ცეცხლივით გავრცელდა. თანამშრომლები მას ცნობის მოყვარეობით უყურებდნენ, ზოგი პატივისცემით, ზოგი კი შურით. მაგრამ მარიამს ეს აღარ ადარდებდა. პირველად ცხოვრებაში არ აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მასზე. იმ ღამით, გლდანში, თავის სახლში, ფანჯარაში იყურებოდა. 7 წელი უხილაობაში. 7 წელი სხვებისთვის კარების გაღებაში, მაშინ როცა მისი კარი ჩაკეტილი იყო. ახლა კი ვიღაცამ არა მხოლოდ გააღო კარი, არამედ გასაღებიც გადასცა. თუმცა იყო ლუკა. და ეს იყო ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად აშინებდა. თუ დათანხმდებოდა, მისი ცხოვრება ლუკას ცხოვრებას სამუდამოდ გადაეჯაჭვებოდა. და მან არ იცოდა, შეეძლო თუ არა ინდო ადამიანს, რომელსაც ასეთი ძალაუფლება ჰქონდა. მეორე დილას ლუკასთან მივიდა. ვთანხმდები. მაგრამ პირობებით. ლუკამ გაიღიმა. გისმენთ, მინდა სრული ავტონომია გუნდის რეორგანიზაციისთვის.
მინდა უფლებამოსილება ცვლილებების განსახორციელებლად და მინდა გამჭვირვალობა. თუ ამ პოზიციას ვიკავებ, ეს იმიტომ ხდება, რომ ვიმსახურებ და არა იმიტომ, რომ ჩვენ შორის რაც არ უნდა იყოს. ლუკა წამოდგა და მასთან მივიდა. ეს პოზიცია იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ხართ, ვინც ამ სასტუმროში მინახავს. რაც ჩვენ შორის მოხდა, ამას არ ცვლის. თუმცა არც იმის მოჩვენებას ვაპირებ, რომ არაფერს ვგრძნობ. მოდით ასე ვქნათ, თქვენ დაიკავეთ პოზიცია, აკეთეთ საქმე, რომელიც ყოველთვის უნდა გეკეთებინათ და შემდეგ, როცა თავს კომფორტულად იგრძნობთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შევთანხმდით. პირველი დღეები ინტენსიური იყო. მარიამმა საქმე ჩაიბარა და რეორგანიზაცია დაიწყო. თითოეულ თანამშრომელს ესაუბრა, მოისმინა მათი ჩივილები, დაინახა პრობლემები. აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ის არ იტანჯებოდა. იქ არსებობდა მთელი სისტემა ბოროტად გამოყენების, ფავორიტიზმისა და უსამართლობისა. მან სწრაფი ცვლილებები გაატარა, სამართლიანი ცვლები, ანონიმური საჩივრების არხები, ტრენინგები, უკავშირის შეხვედრები. ჩაანაცვლა 3 ზედამხედველი, რომლებიც ნინოს მეთოდებით მუშაობდნენ. დააწინაურა კომპეტენტური თანამშრომლები, რომლებიც წლობით ერთ ადგილას იყვნენ გაკინულები. ნელ-ნელა სასტუმრომ სხვანაირად დაიწყო სუნთქვა. შედეგებიც გამოჩნდა. სტუმრების შეფასებები გაუმჯობესდა. გუნდი უფრო მოტივირებული გახდა. პროცესები უკეთესად წარიმართა. მარიამმა პირველად იგრძნო თავის სწორ ადგილას. თუმცა ადვილი არ ყოფილა. იყო წინააღმდეგობა. ხალხი, ვინც ცვლილებებს არ იღებდა. ისინი, ვინც ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს ის იქ მხოლოდ მფლობელთან ურთიერთობის გამო იყო. მარიამს ესმოდა ეს კომენტარები, გულს წყვეტდა, მაგრამ უკან არ იხევდა. რადგან იცოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. ვისაც ეჭვი ეპარებოდა, შეეძლო ციფრებისთვის შეეხედა. ლუკა პროფესიულ დისტანციას ინარჩუნებდა. ჩნდებოდა სტრატეგიულ შეხვედრებზე, ამოწმებდა ანგარიშებს, ამტკიცებდა ინვესტიციებს, მაგრამ მის გადაწყვეტილებებში არასდროს ერეოდა. და ამან ყველაფერი შეცვალა. მარიამს სჭირდებოდა დაემტკიცებინა, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რომ მას ეს შეეძლო. რომ ის იქ ყოფნას იმსახურებდა. თუმცა საღამოობით საუბრობდნენ. ხან შეტყობინებებით, ხანაც პირადად სასტუმროს გარეთ მოკრძალებულ შეხვედრებზე. ეს არ იყო პაემნები. ჯერ არა. ეს იყო ფრთხილი დაახლოება სავსე პატივისცემითა და იმის შიშით, რომ აშენებული არ გაეფუჭებინათ. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ძველი თბილისის კაფეში მარიამმა მენეჯმენტის სირთულეებზე უამბო. ლუკამ სხვა ბიზნესებზე ისაუბრა, მუდმივ გზაში ყოფნის მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორ დაიღალა იმით, რომ მხოლოდ მისი ქონების გამო ხედავდნენ და არა იმის გამო, თუ ვინ იყო სინამდვილეში. იცი რა მიიპყრო ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება? არა მხოლოდ კომპეტენციამ, არამედ ღირსებამ. დამცირების მიუხედავად, შენ არ დაკარგე შენი არსი. აგრძელებდი სწორად მოქცევას. ეს კი იშვიათია. მარიამმა გაიღიმა, თითქმის დავკარგე. თითქმის დავნებდი. თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით. ლუკამ დაასრულა, შენ მაინც იპოვიდი სხვა გზას. იმიტომ, რომ შენნაირი ადამიანები არ ქრებიან. მათ მხოლოდ სწორი ბიძგი სჭირდებათ. გაჩუმდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. იმ მომენტში მარიამმა იცოდა, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მიზიდულობა. ეს იყო ურთიერთაღიარება. თანასწორთა შეხვედრა. კვირები გავიდა. მარიამმა სასტუმრო გარდაქმნა. ცვლილებები თვალსაჩინო იყო. გუნდი უკეთ მუშაობდა, სტუმრები კმაყოფილები იყვნენ, მოგება გაიზარდა. როდესაც ლუკამ კვარტალური შედეგები ინვესტორებს წარუდგინა, მარიამის სახელი ქებით იქნა მოხსენიებული. სწორედ მაშინ მიხვდა მარიამი, მან ეს დაამტკიცა. სასტუმროსთვის. გუნდისთვის. ლუკასთვის. და რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის. იმ საღამოს შეხვედრის შემდეგ ლუკა მას ავტოსადგომზე დახვდა. მარიამ აღარ შემიძლია თავის მოჩვენება, თითქოს ეს მხოლოდ პროფესიული ურთიერთობაა. გაფასებ როგორც პროფესიონალს, მაგრამ მინდიხარ როგორც ქალი. და აღარ შემიძლია ამ ორი რამის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მარიამმა იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. მასაც აღარ შეეძლო. ლუკა, ჭირდებოდა დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ აქ ჩემი მუშაობის გამო ვიყავი. უნდა მცოდნოდა, რომ ეს არ იყო წყალობა, სიბრალული ან რომანი. ახლა კი ვიცი. ახლა შემიძლიას.
სიტყვა არ დაუმთავრებია. ლუკა მიუახლოვდა, სახეზე ხელები მოჰკიდა და აკოცა. ეს არ იყო მორიდებული კოცნა. ეს იყო რწმენის დანებებისა და პირობის კოცნა. როდესაც ერთმანეთს მოცილდნენ, მარიამ სუნთქვა შეეკრა. თუმცა დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო თავის სრულყოფილად. არა იმიტომ, რომ ლუკა ავსებდა მას, არამედ იმიტომ, რომ მან საკუთარ თავისუფლება მისცა ყოფილიყო მთლიანი. პროფესიონალიც და ქალიც. ძლიერიც და მოწყვლადიც. კომპეტენტურიც და შეყვარებულიც. იქ, იმ ავტოსადგომზე, თბილისის ღამის სუსტი შუქების ქვეშ, მარიამი მიხვდა, რომ მისი ისტორია არ იყო გადარჩენაზე. ეს იყო საკუთარი თავის შეცნობაზე. და იმ ადამიანის პოვნაზე, რომელიც დაინახავდა მას ზუსტად ისეთს, როგორიც იყო, საკმარისს. ის ყოველთვის ასეთი იყო. 3 თვის შემდეგ სასტუმრო თბილისური პანორამა სულ სხვა ადგილი იყო. არა სტრუქტურით, არამედ არსით. გუნდი ურთიერთპატივისცემით მუშაობდა. პროცესები ნათელი იყო და წინაურება სამართლიანი. მარიამი კი სათავეში იდგა არა როგორც შემთხვევითი პირი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც იქაურობას ეკუთვნოდა. იმიტომ, რომ მან ეს ააშენა. იმიტომ, რომ მან ეს დაიმსახურა. ლუკა კვლავ მფლობელად რჩებოდა, მაგრამ დროს სასტუმროსა და სხვა ინვესტიციებს შორის ანაწილებდა. სამუშაო საათებში უნაკლო პროფესიულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. შეხვედრებზე მარიამი წარადგენდა შედეგებს, სთავაზობდა ცვლილებებს, საჭიროების შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა გადაწყვეტილებებს. ლუკა კი მხარს უჭერდა მას არა როგორც მფარველი, არამედ როგორც პარტნიორი, რომელიც მის მუშაობას ენდობოდა. სასტუმროს გარეთ კი ისინი სხვა რამ იყვნენ. ორი ზრდასრული ადამიანი, რომლებმაც ერთად ყოფნა აირჩიეს, აჩქარების, დრამის და რამის. დამტკიცების საჭიროების გარეშე. 7 ვახშმები, ღრმა საუბრები, კომფორტული სიჩუმე. ურთიერთობა, რომელიც არ იყო ზღაპარი, მაგრამ იყო რეალური. და ეს უკეთესი იყო. მარიამი კვლავ გლდანში ცხოვრობდა. მან უარი თქვა ლუკას შეთავაზებაზე, გადასულიყო უფრო ახლოს მდებარე ბინაში, რომელსაც ის გადაუხდიდა. მას სჭირდებოდა დამოუკიდებლობის აშენება საკუთარი ფულით. ახლა კი სამართლიანი ხელფასით ამას ახერხებდა. აგროვებდა ფულს საკუთარი ბინის საყიდლად. ბინისა, რომელიც თავად მოიპოვა. ერთ დილას, როდესაც განეკს ამოწმებდა, მასთან ეკა შევიდა, ახალი თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ზედამხედველად დააწინაურეს. ის ნერვიულობდა. მარიამ, შეიძლება დაგელაპარაკოთ? რა თქმა უნდა. დაბრძანდი. გოგონა დაჯდა, ხელებს ერთმანეთს აჭერდა, მადლობა მინდოდა გადამეხადა. ამ შესაძლებლობისთვის. 5 წელი ერთსა და იმავე პოზიციაზე ვიყავი, ყოველთვის იმაზე მეც ვაკეთებდი, ვიდრე მევალებოდა, მაგრამ არავინ მაფასებდა. როცა დამაწინაურეთ, ვიფიქრე, რომ შეცდომა იყო. მარიამმა გაიღიმა. ეს არ ყოფილა შეცდომა. შენ კომპეტენტური ხარ. კომპეტენცია კი აღიარებას იმსახურებს. ყოველთვის. როდესაც ეკა გავიდა, მარიამი მარტო დარჩა და ფანჯარაში გაიხედა. გაახსენდა, როგორი იყო მეორე მხარეს ყოფნა. უხილავობა. მიხვდა, რომ მისი ბრძოლა ამაო არ ყოფილა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ ახლა მას შეეძლო სხვებისთვის გაეღო კარი. შეეძლო ვინმესთვის ყოფილიყო ის, ვინც მისთვის არავინ ყოფილა. იმ ნაშუა დღეს ლუკა შემოვიდა. ინვესტორთა შეხვედრის შემდეგ მის კაბინეტში შეიარა, 1 წუთი გაქვს. შენთვის ყოველთვის. ტერასაზე გავიდნენ 7 ადგილას, საიდანაც ქალაქის ხედი იშლებოდა. ლუკამ ხელი მოჰკიდა, თითები გადააჯდო, მარიამ, როცა ეს სასტუმრო ვიყიდე, ეს ბიზნეს გადაწყვეტილება იყო. პოტენციალი დავინახე. დავინახე ოპერაცია, რომელიც შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. მაგრამ არ ველოდი შენს პოვნას. არ ველოდი იმ ადამიანის პოვნას, ვინც მეც უკეთესობისკენ შეცვლას მომანდომებდა. მარიამმა ხელი მოუჭირა. ლუკა, შენ მე არ გადაგირჩენი ვარ. შენ მე დამინახე. და ამან შეცვალა ყველაფერი. მაგრამ საკუთარი თავი მე თვითონ გადავირჩინე. როდესაც გადავწყვიტე დამცირება აღარ მომეთმინა. როდესაც გადავწყვიტე მებრძოლა იმისთვის, რასაც ვიმსახურებდი. მან გაიღიმა, ვიცი. და სწორედ ამიტომ მიყვარხარ. არა იმ ადამიანის გამო, რომლის გახდომაშიც დაგეხმარე, არამედ იმ ადამიანის გამო, ვინც ყოველთვის იყავი და ვინც ბოლოს და ბოლოს იპოვა სივრცე არსებობისთვის. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან ეს თქვა.
მარიამი მიხვდა, რომ თავადაც იმავეს გრძნობდა. ეს არ იყო სერიალის თავბრუდამხვევი ვნება. ეს იყო პატივისცემაზე, აღფრთოვანებასა და თანამონაწილეობაზე აგებული სიყვარული. მეც მიყვარხარ. მაგრამ მინდა ერთი რამ გაიგო. მე არ ვიქნები ქალი, რომელიც მამაკაცის ჩრდილში ცხოვრობს. არ ვიქნები სამკაულის ცოლი ან მოკრძალებული თანმხლები. თუ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, მე კვლავ დავრჩები მარიამ ბერიძეთ, ამ სასტუმროს გენერალურ მენეჯერად, რომელიც მუშაობს, წყვეტს, ცდება, ასწორებს და იზრდება. ეს შეთანხმებას არ ექვემდებარება. ლუკა მის თავისკენ მიიზიდა, სხვანაირად არც მინდიხარ. მინდა ქალი, რომელიც შეხვედრებზე მეკამათება, როცა ფიქრობს, რომ ცდები. მინდა ქალი, რომელიც იმაზე ნაკლებს არ სჯერდება, რასაც იმსახურებს. შენ მინდიხარ მთლიანად. ტერასაზე აკოცეს ერთმანეთს, სანამ თბილისი მათ ირგვლივს უნთქავდა. მარიამმა იგრძნო, რომ ბოლოს და ბოლოს იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ ვინმემ დასვა იქ, არამედ იმიტომ, რომ მან იბრძოლა იქ მისასვლელად. 6 თვე გავიდა. სასტუმრომ ჯილდოები მიიღო. მარიამს მენეჯმენტის შესახებ ლექციებზე იწვევდნენ. მისმა ისტორიამ სხვა ქალებს შთააგონა, რომ ნაკლებს არ დასჯერებოდნენ. ის, ვინც ერთ დროს უხილავი იყო, ახლა ყველასთვის დანახული გახდა. არა როგორც გადარჩენილი მსხვერპლი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც გაუჩინარებაზე უარი თქვა. ლუკამ მას ხელი სთხოვა უბრალო ვახშამზე, ყოველგვარი ზედმეტი ყურადღების გარეშე. მხოლოდ ისინი იყვნენ. მარიამმა დიახ უთხრა. არა იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მასთან ერთად შენება სურდა. მომდევნო კვირას სასტუმროს ჰოლში მარიამი მოძრაობას აკვირდებოდა. იქ შუაგულში დაინახა ახალგაზრდა თანამშრომელი, რომელიც კარებს აღებდა, ჩანთებს აწყობდა და პრობლემებს აგვარებდა. მარიამმა მას შეხედა და საკუთარი თავი დაინახა წლების წინ. მიუახლოვდა, რა გქვია? გოგონა შეკრთა. ანი, ქალბატონო, ანი, დავინახე შენი მუშაობა. დავინახე, როგორ აგვარებ პრობლემებს მათ კრიზისად ქცევამდე. დავინახე შენი თავდადება. ეს შეუმჩნეველი არ რჩება. მომავალ კვირას მინდა ზრდის შესაძლებლობებზე გესაუბრო. შენ პოტენციალი გაქვს. პოტენციალი კი სივრცეს იმსახურებს. გოგონას თვალები გაუბრწყინდა. გმადლობთ, ქალბატონო. დიდი მადლობა. მარიამმა გაიღიმა, მადლობას ნუ მეუბნები. უბრალოდ ნურავის მისცემ უფლებას და გაჯეროს, რომ უხილავი ხარ. იმიტომ, რომ არ ხარ. არავინ არის. იმ ღამით, როდესაც მბრუნავ კარს შეეხო, რომელიც ამდენჯერ გაუღია, მარიამი შეჩერდა. უკან მოიხედა განათებულ ჰოლს, შეხედა სასტუმროს, რომელიც მისთვის უკვე ციხე კი არა, გამარჯვება იყო. მიხვდა, რომ მისი ისტორია არასდროს ყოფილა მხოლოდ სხვებისთვის გზის დათმობაზე. ეს იყო იმის სწავლა, რომ როდესაც ადამიანი უარს ამბობს დამცირების ბედად მიღებაზე, როდესაც გადაწყვეტს, რომ მეც იმსახურებს, არც ერთი კარი არ რჩება სამუდამოდ დაკეტილი. რადგან გასაღები ყოველთვის მას ჰქონდა. ყოველთვის მის ხელში იყო. უბრალოდ გამბედაობა სჭირდებოდა მის გამოსაყენებლად. და მარიამმა გამოიყენა იგი. ბოლოს და ბოლოს ის თავისუფალი იყო. თუ გჯერათ, რომ ბედისწერა შეიძლება გადაიწეროს, რომ სიყვარულს შეუძლია აყვავდეს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით, და რომ უდიდესი გამოწვევების გადალახვაც კი შეუძლიათ მათ, ვინც ერთმანეთს საპირისპირო სამყაროებში ხვდება, მაშინ ჩემს ისტორიებს თქვენთვის სათქმელი აქვთ. მოდით, ჩაიძირეთ ამ ამბებში იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პოულობენ და იცვლებიან. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. და ვინ იცის, იქნებ თქვენც იპოვოთ საკუთარი თავი რომელიმე მათგანში. უკვე რამდენიმე წელია. ისტორიებს ვყვები და ჩემთვის დიდი პატივია თითოეული თავის, თითოეული ემოციის თქვენთვის გაზიარება. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ მოწონება, არხის გამოწერა და კომენტარებში იმ ქალაქის დაწერა, საიდანაც ამ ისტორიებს უსმენთ. ძალიან გამიხარდება იმის გაგება, თუ საიდან ხართ და როგორ აღწევს ჩემი სიტყვები თქვენამდე. მომავალ შეხვედრამდე.